ეს მელი ხო დაცვით დადით და გამიკვირდა რა ეს 4 კაცია 2 მძღოლი თუ რაღაცა დაცვა 2 პიარი და დელეგაციით მოძრაობდა რა ტიპი და ხო და მინისტრებს არ დაყვევათ მე მგონი ახლა დელეგაცია მინისტრმა ერთი მანქანა შეიძლება ამოყვებოდეს რაც ზოგს არს დაყვება მარტო ერთი მანქანით მოძრაობა ანუ მელია ის რაღაც პარტიის მეორე ნომერია და ასეთ მოძრაობს ტიპი. წამოიგინე ეს რომ მინისტრი გაიჩიტოს, ან რაღაც რო გახდეს რა, ვინმე რო გახდეს, როგორი მოძრაობს ქვეყანაში და ესკორტები, პუტინის ესკორტები რო აქვს რაღაცა 500 მეტრიანი რაღაცა. ასეთ რეჟიმში იქნება მე მგონი. უნდა რას იცავენ, ან ასეთი დაცვა თუ გჭირდება რომ მინისტრი ჭირდება, ქოცების მინისტრი. მაგრამ ასეთ უნდა აბა რეგიონში რო გუწოდოდა წადი თუ იქაც ესედა. ნუ აქტივისტები ხდებიან, რავი, ნაცებს ბაზებს ამუშავებდნენ და კარდაკარ ნაცებთან დადიოდნენ. ხალხს ხდებიო რომ იძახის მართლა ხალხს ხდება, კოორდინატორებად ვინც ყავს იმას და შეუკრებენ და ისეთ ცუდია რა, 2 Land Cruiser-ით მოძრაობა რა. ძალიან, არა ხო და უბრალოდ წამოგინე ადამიანი ასე მოძრაობს ეხლა. ანუ კოცი რომელსაც აი ნებისმიერ მაღალჩინოსას უამრავი მტერი ყავს ამ ქვეყანაში ამ გადმოსახედიდან პოლიტიკური ოპონენტი თუ ისა იმას შეიძლება ვაფშე არ დაყავდეს კაცო მეორე Land Cruiser-ი დაცვა. ეს ასე მოძრაობს. და მე ეს ამბობ ხალხის სახალხო პოლიტიკოსი ვარ. ის გუნდაყია Land Cruiser-ებით და დაცვით დადიოდეს სახალხო პოლიტიკოსი. სახალხო პოლიტიკოსი არის რომ შენ შეგიძლია ქუჩაში ესე გაიარო ჩვეულებრივად და თავში არავინ წაგადებს. აი რა ჩვენ როგორც დავდივართ. ეგ არა ადამიანი ვიღაცა შეიძლება მოვიდეს რაღაც კითხვას ეს მოწონს ან არ მოწონს შეგაკოს ან ის მაგრამ რო არ გეშინია მარტო გავლა ეგ არ არის სახალხოების რაღაცნაირი კრიტერიუმი? აბა რავი 4 დაცვით რო დადიხარ ეგ რა ნერი სახალხოა.